დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ საუბრობთ ადამიანზე, თქვენ ეს ძალიან კარგად იცით და ეს არა უბრალოდ ფრაზაა, არამედ ჩვენი გადაცემის კონცეფციის საფუძველი და რაც მთავარია, ადამიანი როგორც მთავარი ფასეულობა ნებისმიერ საზოგადოებაში და ადამიანის სიცოცხლე როგორც ყველაზე დიდი ღირებულება, რომელსაც მართლაც ყველანი ერთნაირად უნდა ვუფრთხილდებოდეთ. ვუფრთხილდებოდეთ, იმიტომ რომ ადამიანი არის ყველაფრის საფუძველი ნებისმიერ საზოგადოებაში, მიუხედავად ადამიანის ასაკისა, სქესისა, ეთნიკური კუთვნილებისა, მიუხედავად ადამიანის რელიგიური მრწამსისა და პოლიტიკური შეხედულებისა, მიუხედავად ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა და რა თქმა უნდა, მიუხედავად ადამიანის დიაგნოზისა. ამ ფრაზებს ძალიან ხშირად ვიმეორებ ამ ფრაზებს, იმიტომ რომ თითოეული კომპონენტი არის ადამიანის მახასიათებელი, ჩვენი იდენტობის გამსაზღვრელი და მეორე მხრივ ჩვენი დამოკიდებულების საფუძველი, იმიტომ რომ მაშინაც კი, როდესაც ჯანმრთელობაზე ვსაუბრობ, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს თავარი სათქმელი, თუ ხელი ან ფეხი არ მტკივა. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ჯანმრთელი ვარ, რადგან ადამიანის ჯანმრთელობა არის ადამიანის სრული ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა. დღეს ჩვენი საუბარი ამაში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, იმიტომ რომ ნებისმიერი მდგომარეობა, ნებისმიერი ვითარება, ნებისმიერი განწყობა საზოგადოებაში თუ ოჯახში კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს იმ უხილავ პროცესებზე, რაც ჩვენს თავს ხდება და რომელთა დამსახურებით ჩვენ ვართ ის, ვინც ვართ. აი ეს არის ჩვენი მენტალური ჯანმრთელობა განსხვავებით ხელის ან ფეხის დაზიანებისაგან, რომელიც ძალიან აშკარაა და ხილულია. მაგრამ ვიდრე ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენი გადაცემის მეგობართან და დღევანდელ სტუმართან ერთად, აუცილებლად მინდა გაგახსენოთ რამდენიმე კომპონენტი, რომელზედაც გვჭირდება დაფიქრება. გვჭირდება დაფიქრება დღეს. აუცილებლად ახლა ამ რეალობაში იმისათვის, რომ ეს პრობლემები გავიაზროთ მომავლის პერსპექტივით. როდესაც ჩვენ გვაქვს გარკვეული ადამიანური მოქალაქეობრივი პოზიცია, ყოველთვის გვაქვს არგუმენტები, რატომ ვფიქრობთ ასე. და მე მინდა გაგახსენოთ 2014 წელს აღნუსხეს საქართველოს მოსახლეობა. ეს არის სტანდარტული კვლევა მთელი პოპულაციის, რომელიც მოსახლეობის აღწერის სახით არის და სახელით ცნობილი. სწორედ გაეროს მოსახლეობის ფონდმა და შესაბამისმა სამსახურებმა ეს კვლევა ჩაატარეს და ამ კვლევის მიხედვით გაკეთდა პროგნოზი. ანუ როგორი იქნება მოსახლეობის განაწილება წლების მიხედვით. და აი მაგალითად ერთ-ერთ ჩემს ნაშრომში, მართალია ეს 2018 წელს არის დასრულებული და 2019-ში გამოქვეყნებული, მაგრამ არის ძალიან თვალსაჩინოდ ეს გრაფიკი მოცემული, როგორი უნდა ყოფილიყო პერსპექტივა მოსახლეობის განვითარებისა, მაგალითად 2050 წლამდე. და აი ამ პერსპექტივის მიხედვით ნათქვამი იყო, რომ მაგალითად თუ შენარჩუნებული იქნება სოციალურ-ეკონომიკური ვითარება და მაგალითად მიგრაციის ის მაჩვენებელი, რომელიც აქვს ქვეყანას, მაშინ 2050 წლისათვის საქართველოში ყოველი მეოთხე მოქალაქე იქნება ხანდასმული. და თუ მიგრაციის ტემპი აჩქარდება, მაჩვენებელი გაუარესდება. დრო აჩვენებს, რომ სწორედ ამ ტენდენციას აქვს ადგილი. ის რომ შობადობის მაჩვენებელი სიკვდილიანობის მაჩვენებელს უკვე ჩამორჩა. ის რომ სულ ახლახან გამოჩნდა ახალი მონაცემები სტატისტიკური სამმართველოს მიერ გავრცელებული, რომელიც ადასტურებს, რომ თუ იყო პროგნოზი, რომ 2030 წლისთვის ჯერ კიდევ 3.800.000-ზე მეტი უნდა ყოფილიყო საქართველოში მოსახლეობა. საქართველოში მოსახლეობა ამ წუთისათვის, უფრო სწორად 2024 წლის იანვრის მონაცემებით 3.600.000-ზე მეტი, ანუ მაქსიმალურად რომ ვთქვათ 3.700.000. ეს ნიშნავს იმას, რომ კლების ტენდენცია სახეზეა. უფრო მეტიც ზოგიერთი სპეციალისტი სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ ეთნიკურად საქართველო, ანუ ქართველების ქვეყანა, ქართველების შემადგენლობით, ანუ ეთნიკური შემადგენლობით კლებადი, პროგრესულად კლებადი ტენდენციით გამოირჩევა. ეს არის ძალიან საყურადღებო იმ მოვლენებთან კავშირში, რაც ყოველდღიურად ხდება ჩვენს თავს და განსაკუთრებით ბოლო თვეების მანძილზე. მოდით ვნახოთ რგოლი, რომელიც ოფიციალურად სწორედ გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევას ეფუძნება და ოფიციალურ მონაცემებს შეიცავს და შემდეგ ვიდრე უშუალოდ ძირითად თემაზე ვისაუბრებთ, კიდევ რამდენიმე სიტყვა მინდა მოგახსენოთ.
საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოს მოსახლეობა ყოველწლიურად 1%-ით იზრდებოდა, უფრო სწრაფად, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მოსახლეობის საშუალო ასაკის მატებამ, მზარდმა ურბანიზაციამ და ემიგრაციამ დიდი გავლენა მოახდინეს საქართველოს მოსახლეობის დინამიკაზე და მაინც რამ განაპირობა მოსახლეობის ზრდის ისეთი დრამატული ცვლილება, რომ საქართველოს მოსახლეობის კლების მაჩვენებლით მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზეა. ამ შეკითხვაზე უმრავლესობა უპასუხებდა შობადობის კლებამ და ეს პასუხი იქნებოდა არასწორი. მართლაც, 1990-იან წლებში შობადობა ყოველწლიურად 40%-ით მცირდებოდა, რაც 10 წლეულში 210,000-ით ნაკლებ ახალშობილს უდრის. მაგრამ 2005-დან 2009 წლამდე შობადობა 35%-ით გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ, ოჯახებს გაუჩნდათ გარანტირებული, უზრუნველყოფილი მომავლის იმედი. საქართველოში შობადობის მაჩვენებელი აღემატება მთლიანად ევროპის და ყველა მეზობელი ქვეყნის მაჩვენებელს, გარდა თურქეთისა და აზერბაიჯანისა. მაშასადამე, რა არის სწორი პასუხი? საერთაშორისო მიგრაცია. საბჭოთა პერიოდში მიგრაციის პროცესი მკაცრად კონტროლდებოდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. დაიწყო ქვეყნიდან მოსახლეობის გადინება, რაც განპირობებული იყო ეთნიკური უმცირესობების ისტორიულ სამშობლოში მასობრივი დაბრუნებით, ეკონომიკური სირთულეებით, შეიარაღებული კონფლიქტებით, სამოქალაქო დაპირისპირებითა და კორუფციით. 1989-2014 წლებში მასობრივი მიგრაციების შედეგად 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა. და ჯერჯერობით არ ჩანს რაიმე დამაიმედებელი ნიშანი, რომ მიგრაცია ახლო მომავალში შეწყდება. დროა ყურადღება მივაქციოთ საერთაშორისო მიგრაციის მთავარ მიზეზებს და მის გავლენას საქართველოზე. როდესაც საუბრობთ ტენდენციებზე, როდესაც საუბრობთ პროგნოზებზე, ეს ყველაფერი დამაფიქრებელია. დღეს იმისათვის, რომ სამომავლოდ შევცვალოთ სურათი. და ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვანია ყველასათვის გასათვალისწინებლად, ეს არის ახალგაზრდები და ახალგაზრდობა და მათი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, მათი დამოკიდებულება საკუთარი მომავლის მიმართ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი მოვუსმინოთ ახალგაზრდებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა სწორედ ეს ქვეყანა, ეს სამშობლო შეინარჩუნონ და არ დატოვონ როგორც ტერიტორია. ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, როდესაც ჩვენ ხედავთ ჩვენს მომავალს და ვინახოთ ის იმ ახალგაზრდობასთან ერთად, ვინც დღეს გთხოვს, რომ მოვუსმინოთ. დიახ, მოვუსმინოთ და შევისმინოთ მათი ნათქვამი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე. და თუ ჩვენ საუბრობთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ჩვენი მხოლოდ ფიზიკური არსებობა არ არის საკმარისი ჯანმრთელობისათვის. ჩვენ გვჭირდება ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა და აი ამ თემაზე საუბარს გავაგრძელებთ ჩვენი გადაცემის მეგობართან და გულშემატკივართან ერთად, რომელიც ახლა შემოგვიერთდება სტუდიაში. იგი გახლავთ ფსიქიატრი, მედიცინის დოქტორი, ალბათონი ნინო მენაღარიშვილი. ნინო, დილამშვიდობისა. მოგზანდით. როდესაც დავზანდით ნინო. როდესაც თქვენ ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ, მაყურებლისათვის გასაგებია, რომ ჩვენ უნდა მენტალურ ჯანმრთელობაზე ვისაუბროთ. მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებოა ადამიანის მენტალური წონასწორობა, ფსიქიკური ჯანმრთელობის წონასწორობა, როდესაც საუბრობთ საერთო სტრესზე, საერთო დაძაბულობაზე, მოვლენებზე, რომელმაც შეიძლება შეცვალოს ჩვენი რეალობა. და რაც მთავარია, ყოველთვის კრიტიკული მომენტები ძნელად გადასალახია ხოლმე ადამიანებისათვის და განსხვავებულია მდგომარეობა იმ ადამიანებისათვის, ვისაც აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობა საკმაოდ მყარი, მდგრადი და ერთი წუთით წარმოვიდგინოთ რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანს ამ მოვლენებამდეც ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, ამ მოვლენების მსვლელობისას აქვს და რისკები. შეიძლება თუ არა ჩვენ დაგვავიწყდეს საერთო ფიქრებში და შფოთვაში ხოლმე ისეთი ადამიანები, რომელთაც აქვთ ასეთი პრობლემები. პანდემიამ ამაზე ძალიან კარგად დაგვაფიქრა. ყველა იმ სირთულემ, რაც გაიარა ჩვენმა საზოგადოებამ, კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, რომ შეიძლება რაღაცა საკითხებმა უკანა პლანზე გადაინაცვლოს, რაც ცოტა არ იყოს დასაფიქრებელია, მაშინაც კი, როდესაც თითქოს ამისთვის დრო და შესაძლებლობა არ გვაქვს. მოგესალმებით. პირველ რიგში უღრმესი მადლობა მინდა მოგახსენოთ ესე ერთგულად დაინტერესებით ამ სფეროთი და მენტალური ჯანმრთელობით, იმიტომ რომ დღესდღეობით უკვე უფრო და უფრო ხვდებით, რამდენად დიდია მენტალური ჯანმრთელობის გავლენა ადამიანის ცხოვრების ხარისხზე და რამდენად დიდი რისკის ქვეშ დგას ეს თვითონ ეს სფერო და რამდენად მოსახსნელია სტიგმა
ამ საკითხთან დაკავშირებით. თემა, რომელიც თქვენ წამოიწყეთ და ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან საინტერესოა, პირდაპირ უკავშირდება საზოგადოების მდგომარეობასთან. გეტყვით ახლა, როგორ განსაზღვროთ მენტალური ჯანმრთელობა. კრიტერიუმები, რომელიც განსაზღვრელია, არის საზოგადოებრივი მდგომარეობა, სოციოეკონომიური მდგომარეობა, პირადი ისტორია ადამიანის და ბიოლოგიური, ბიოქიმიური თუ გენეტიკური მისი რაღაცა მდგომარეობა. დიახ, წინასწარ განწყობა. დიახ, თუმცა აი აქ თავიდან, რა თქმა უნდა, პირველი აი ამ რიგის მიხედვით, რაც დავიწყეთ, ეს არის გარემო, როგორი არის გარემო. გარემო არის კეთილგანწყობილი, თუ არ არის გარემო კეთილგანწყობილი. მეცაც გეტყვით, ამ მთელი კომპლექსების ერთობლიობა, რადგანაც ითვლება, რომ ამის შედეგია ადამიანების მენტალური ჯანმრთელობა, ზოგადად ნათქვამია, რომ საზოგადოების ხარისხი და დონე განისაზღვრება, როგორ ექცევიან მენტალურად დაავადებულ ადამიანებს და მოხუცებს. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში სხვანაირი ქცევა გვაქვს. თითქოს როცა აღარ გვჭირდება გოგონია, იქ უფრო ჩანს ჩვენი ნამდვილი სახე, როცა აღარ გვჭირდება რომ მოვხიბლოთ. და ასე შემდეგ და ბევრი მიზეზია ამისთვის. და სხვათა შორის უკაცრავად გერთვებით, მაგრამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, როდესაც ცხოვრების ხარისხის კრიტერიუმები 4 ჯგუფად გამოყო, ერთ-ერთი დიდი ჯგუფი სწორედ რაც თქვენ ბრძანებთ, როგორ ვექცევით ჩვენ ხანდაზმულებს და როგორ ვექცევით ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს, არა იმ ადამიანების ცხოვრების ხარისხის შესაძლებლად არის, არამედ ჩვენი ცხოვრების ხარისხის და მთლიანად საზოგადოების ცხოვრების ხარისხის. საზოგადოების განათლების, ჰუმანურობის დონის განსაზღვრელია ეს, მათი განსაზღვრელი არ არის. გეთანხმებით აბსოლუტურად. აქედან გამომდინარე, როდესაც დაძაბული არის სიტუაცია, ქვეყანაში იქნება, თუ სახლში იქნება, თუ სამსახურში იქნება, რა თქმა უნდა, ეს მოქმედებს ადამიანზე, იმიტომ რომ საზოგადოებისგან ის რაღაცას ითხოვს. ითხოვს აღიარებას, ითხოვს ადგილს, ითხოვს ყველა იმ კომპონენტს, რის გამოც მას აქვს თვით რეალიზების შეგრძნება. თუნდაც მხარდაჭერას. ყველაფერი მას, რაც მის ცხოვრების ხარისხს განაპირობებს. თუნდაც მხარდაჭერას და მხარდაჭერაში რამდენად მნიშვნელოვანი ვარ მე სხვისთვის, რატომ მიჭერს მხარს და რატო არ მიჭერს მხარს. ანუ ჩვენი მნიშვნელოვნებაც რაღაცნაირად ბევრი კრიტერიუმით იზომება და ჩვენი ეგოსთვის ეს ან მომაფერებელია, ან დამანგრეველია. რო გავყოთ ორად ამ ადამიანების კატეგორია, რაზეც თქვენ ისაუბრეთ. ადამიანები, რომლებიც უკვე დიაგნოსტირებულები არიან და ადამიანები, რომლებიც არ არიან დიაგნოსტირებულები და არიან როგორც მე, თქვენ, ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ქმნით საზოგადოებას. სხვადასხვანაირად შესაძლებელია, რომ წარიმართოს, ეხა ეს ვარაუდი და ეს არის უფრო ვერსიები, რა თქმა უნდა, და ეს არ არის 100%-იანი რაღაცა ზუსტი პროგნოზი. თუმცა ადამიანები, რომლებიც უკვე დიაგნოსტირებულები არიან და წავიდეთ ისევ და ისევ ჩემ გულის ტკივილისკენ, ეს ადამიანები არ არიან ნევროზული ტიპის ადამიანები. ეს ამ ადამიანებს აწუხებთ ქრონიკული ფსიქოზი, შიზოფრენია და ყველაფერი ის, რაც გაყავთ საზოგადოებაში მიღებული ნორმის რეგისტრიდან. ეს ადამიანები საკმაოდ ცუდად გახდებიან, იმიტომ რომ ამ ადამიანებს სხვა ჭირდება როგორც რესურსი, იმისთვის რომ კარგად იყოს. და როცა საერთო ეიფორია, საერთო ცუდად ყოფნა, სხვა ვეღარ ხდება მისი რესურსი. სხვა ვეღარ ხდება მისი საყრდენი, სხვა ვეღარ ათხოვებს მის ცნობიერს, იმისთვის რომ გაუხმოვანოს, რომ შენ ეხლა გიწევს ენდოკრინოლოგთან ვიზიტი, კვებაზე უნდა ჩაერთო, სტომატოლოგთან წახვიდე, ამას ხომ სხვა აკეთებს, ამას მზრუნველი ან საზოგადოება აკეთებს, ექიმი, რომელიც იღებს ესეთი ტიპის პაციენტს თვითონ უპროგრამებს, ან ოჯახის წევრები, ან მეგობრები. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ მათ თავიანთი უჭერთ
თვითონ არიან უიმედოდ, წარმოდგენა არ აქვთ, გაიქცნენ, არ გაიქცნენ თუ საწავიდნენ, თუ საფრთხეში არიან, თუ არ არიან საფრთხეში. და აქედან ეს არის ყველა კრიტიკული სიტუაციისთვის დამახასიათებელი მოდელი. ნებისმიერი კრიტიკული სიტუაციისთვის, აი უბრალოდ ყველაზე კრისტალიზებული მაგალითი რო გითხრათ ოჯახი. დიახ. ოჯახი სადაც არის ორი ბავშვი, დაახლოებით დასრული, ერთი რომელსაც აქვს დიაგნოსტირებული შიზოფრენია, მეორეს არ აქვს ეს. და მამა უცებ ცუდ ფაზას გადის და არის ძალიან დიდი კონფლიქტი ოჯახში. ანუ დაახლოებით აი ამას აგიხსენებთ, ეს შეიძლება განავრცოთ ნებისმიერ სიტუაციაზე. იგივე ოჯახის მაგალითს რო დაუბრუნდეთ. თუ ადრე ამბობდნენ ოჯახის წევრები, რომ მოდი არ ვიყვიროთ, გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ის უფრო ცუდად არის. მოდი რაღაცა არ მომწონს, შევხედე ექიმთან. ეს გადადის უკანა პლანზე, იმიტომ რომ მათ თავისი უჭერთ. და შეიძლება ვერ შეამჩნიოს ადამიანმა აი ამ საერთო დაძაბულობის ფონზე. ხომ ასია ოჯახის წევრმა, რომელსაც სხვა დროს ფხიზელი თვალი ექნებოდა, შეიძლება სულაც აღარ აქვს ესეთი ფხიზელი თვალი. შეიძლება ვერც შეამჩნიოს და შეიძლება ვერც შეაფასოს როგორც რაღაცა ნიშნულოვანი ცუდად ყოფნა, იმიტომ რომ ყველაფერი ფარდობითია. როდესაც მე კარგად ვარ და ვხედავ, რამდენად ცუდად არის სხვა, ვაფასებ, ყოველ შემთხვევაში რაციონალურად მაინც ვხვდები, რამდენად ცუდად არის სხვა, მაგრამ როდესაც მე თვითონაც ცუდად ვარ, მის ცუდად ყოფნაზე აი ეს ხარისხობრიობა იგლებს, ამიტომ ობიექტურადაც ვერ ვაფასებ, რამდენად ცუდად არის, როცა მე თვითონ ცუდად ვარ. ხვდებით, სულ მაგას ვამბობ. ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია შეფასებაზე, განსჯაზე და დასკვნის გამოტანაზე, აფეთქებულია. ჩათვალეთ, რომ ანთებითი პროცესია და უჭირს ამის შეფასება. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები უსხლდებიან კურნალობის ბადეს, ზრუნვას თუნდაც. არ გვაქვს ლაპარაკი იმაზე, რომ მაინც და მეც ექიმთან მიიყვანოს. ანუ ახლობლების და საზოგადოების ზრუნვას და იწყებენ ნელ-ნელა უკუსლას, იმიტომ რომ მათ ფსიქიკას აი ესეთ შემთხვევაში დიდად мотиваცია აღარ აქვს, რომ შეიკრას, რომ იყოს ისეთი როგორც ყველა, იმიტომ რომ ხედავს, რომ ყველა ვერ ხვდება როგორია როგორც ყველა. ყველას თავისი გასაჭირშია. ეს არის პირველი. აქეთ ამ მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია რომ კიდე გავავრცოთ. თუმცა ესეთი არეულობის, თუნდაც ოჯახის მაგალითიდან რომ წავიდეთ და გავრცელდეს შემდეგ, სარისკო მარტო ის არ არის, ვინც უკვე ვიცით, ეს ვიცით და გვინდა თუ არ გვინდა, მაინც თვალი გვაქვს ამ ადამიანებზე. ასეთ სიტუაციას შესაძლებელია დაემატოს ის ადამიანები, რომლებიც მანამდე ასე თუ ისე უძლებდნენ წნეხს, უძლებდნენ ტირანიულ, თქვათ, მამას, ან მეზობელს, ან უფროს სამსახურში, ან უბრალოდ არ არის ტირანიული, მაგრამ ეს დეზაკორდი, შეუთანხმებლობა, ის სხვასეუბნება, მოკლედ უძლებდნენ და აი ამ კონფლიქტუალიზაციის ფონზე უკვე ვეღარ უძლებენ. იმიტომ რომ აქ უკვე შემოდის ბევრი სხვა ფაქტორი მათ ცხოვრებაში, რამდენად ბედნიერია პირად ცხოვრებაში, რამდენად ეს ხო ფიჭისებური კარგად ყოფნა. და როდესაც ეს თანხვედრა ხდება და ბევრი ერთმანეთს ერგება, ეს ადამიანები ჩამოიშლებიან და უფრო, რა თქმა უნდა, ნევროზული რეგისტრით, ჩამოიშლებიან დეპრესიული თვალსაზრისით, უიმედობით, რაღაცა გამოსავალი არ არის სასოწარკვეთილების განცდით და ასე შემდეგ. თუმცა მესამე მოდელი რაც შეიძლება დავინახოთ აქ, რომ ესენი ცუდად არიან, უკვე ადამიანები ვინც ცუდად არიან, ვინც არ იყვნენ ისინი ცუდად გახდნენ და მესამე მოდელი არის ის, რომ ვინც არ იყვნენ ისინი ცუდად გახდნენ, მაგრამ ზოგიერთი ფსიქოპათოლოგია და სტრუქტურა გაგიკვირდება და აკეთებს იმას, რომ როცა უჭირს, მაშინ შეიკვრება და გასაოცრად უფრო კარგად გახდება. სხვათა შორის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსი, ადამიანის ორგანიზმის საიდუმლოა ასეთი, როდესაც
ჩვენ კლასიკურად, როდესაც სტრესს გვისაუბრია, საუბრობთ ხოლმე მაგალითად წინააღმდეგობის ფაზაზე, როდესაც ორგანიზმი ახერხებს საკუთარი რესურსების მობილიზაციას იმისათვის, რომ დაძლიოს სირთულე. აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ ბევრს საუბრობთ იმაზე, რომ მაგალითად თანამედროვე ადამიანი ინფორმაციულ ნაკადსაც კი ვეღარ უმკლავდება და ამიტომ ძალიან აქტუალური გახდა ინფორმაციული სტრესი. ის რომ ეს ნაკადი უწყვეტია, ჩვენ არ შეგვიძლია ამას თავი დავახციოთ, იმიტომ რომ კი შეიძლება არ ვუყურო ტელევიზორს, მაგრამ არის ტელეფონი, რომელიც პრაქტიკულად საინფორმაციო სივრცესთან უნივერსალურ წვდომას წარმოადგენს, იმიტომ რომ ერთი პატარა მართკუთხა ფორმის მოწყობილობით შეგვიძლია ყველა ოპერაციის შესრულება თანამედროვე რეალობაში. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი ცოცხალი გარემო, ადამიანები, რომლებიც თქვათ ამა თუ იმ საკითხზე გაუთავებად საუბრობენ და კონცენტრაცია მაინც ხდება. ამიტომ განსხვავებული იქნება სასტარტო პოზიცია იმ ადამიანების, ვინცაც არ აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და ადამიანები, რომელთაც აქვთ, ან ასეთი რისკი აქვთ. და თქვენ ძალიან კარგად აღწერეთ რამდენიმე მოდელი, მათ შორის ოჯახური მაგალითების ილუსტრაციით. ეს მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ჩვენ წარმოვიდგინეთ, როგორი სცენარით შეიძლება განვითარდეს. მაგრამ ამავე დროს კითხვა, რომელსაც ახლა მე დაგისვათ, ამ კითხვას თქვენ ნაწილობრივ გაეცით წეღან ორი ფრაზით პასუხი, მაგრამ მინდა რომ ცოტა უფრო განვავრცოთ. ადამიანები, რომელთაც პრაქტიკულად არ აქვთ არანაირი რისკი და არც მოცემულობა ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოზთან დაკავშირებით და აღმოჩნდნენ სტრესულ გარემოში ან სტრესულ ვითარებაში და ადამიანები, რომელთაც აქვთ ასეთი დიაგნოზი, ან აქვთ რისკი, რომ ასეთი პრობლემები განუვითარდნენ და აღმოჩნდნენ სტრესულ გარემოში. რაც თქვენ წეგან ბრძანებთ, თქვათ, სასოწარკვეთა მაგალითად გონებგანწყობის მკვეთრი დაქვეითება, დეპრესიისკენ მიდრეკილება, უმოქმედობა, ყველა შეიძლება ქონდეს, მაგრამ რითი განსხვავდება პრაქტიკულად ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანის ასეთი გამოვლინებები და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს, როდესაც იგივე გამოვლინება აქვთ? მთავარი განსხვავება ის არის და რამ შეიძლება დაიცვას ფსიქიკური გამოვლინების თუ დიაგნოსტირებული პაციენტები, რომ გაუკომართებულია რეალობის აღქმა. ადამიანი, რომელსაც თქვენ პრაქტიკულად ჯანმრთელს უწოდებთ ფსიქიკურად, ის რეალობას აღიქვავს და მას ეს რეალობა არ მოწმობს. განსხვავებით, თქვა ფსიქოზური რეგისტრის პაციენტისგან, რომელიც რეალობას აღიქვავს იმ მოცემულობაში, რომელშიც მარტო თვითონ აღიქვავს. და ხშირად ფსიქიკას აქვს ეს თავდაცვის უნარი, რომ იმ მოცემულობაში დაანახოს, რომელიც მისთვის მისაღებია, რომელიც დაზოგავს მის ფსიქიკას და არ გახლიჩავს საბოლოოდ. თუმცა ესეც არ არის ერთი წესი, ანუ ადამიანები ცუდად გარემოსთან მიმართებაში ცუდად ხდებიან, უბრალოდ ნევროზული ადამიანები, რომლებსაც რეალობის აღქმა აქვთ უფრო ადეკვატური, უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ფსიქოზური ადამიანების რისკი ის არის, რომ ეს ადამიანები, ვინც მათი საყრდენი იყო, გამოეცლებათ. და ავტონომიური უნარჩვევები არ აქვთ იმისთვის, რომ თავი გადაირჩინონ, თუნდაც რომ საფრთხეში იგრძნონ, თუნდაც რომ თავს უშველონ, აღიქვან სწორედ თავიანთი სხეული, ტკივილი, რაღაცა განგაში შეგრძნება არ აქვთ, რომ სადღაც მე იქნებ ცუდად ვარ და უნდა წავიდე ვნახო ექიმი. ტკივილის აღქმა აქვთ, აბსოლუტურად გაუკომართებული და ტკივილი არის ჩვენი თავდაცვითი ერთ-ერთი სიგნალი, რომ რაღაცა ისე არ არის. აი, როგორ გითხრათ, როდესაც რა შეიძლება მოხდეს, დაახლოებით აი ესეთი ალეგორიულად რო გითხრათ, ესეთი კითხვა დასვით თქვენ, რომ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ადამიანს, რომელსაც ორი ფეხი არ აქვს, ან ერთი ფეხი არ აქვს, ყავარჯენი ვიღაცამ გამოაცალოს. დიახ. ანუ ჩვენ ვიცით, რომ მათ არ აქვთ ეს ფეხები, მაგრამ რა მიიყვანს და როგორ შეიძლება რომ არ მივიდეს ის ადამიანი, ვინც მისი ყავარჯენის დამჭერია, იქამდე რომ ყავარჯენი გამოაცალოს და აღარ კონდეს, აღარ იფიქროს მის კარგად ყოფნაზე, ეს არის ის, რაც იცავს საზოგადოებას. ჩვენ ვიცავთ მათ და არ არის აუცილებელი რომ ვიყოთ ფსიქიატრები ან ფსიქოლოგები. ანუ რეალურად წონასწორობა და კეთილგანწყობილი ამინდი საზოგადოებაში ხა უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ მაქსიმალურად მატრივად რომ
გავხსნით, არა მარტო პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებს იცავს, არამედ განსაკუთრებით იცავს მენტალური პრობლემების და ფსიქიკური პრობლემების ადამიანებს. როგორ მოიქცნენ ნინო ოჯახში? როდესაც თქვენ ისაუბრეთ ყავარჯენზე, ისაუბრეთ მხარდაჭერის აუცილებლობაზე, ისაუბრეთ სიფხიზლეზე, რომელიც ძალიან სჭირდებათ ფსიქიკური პრობლემების ადამიანებს, იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ამის აღქმა შეუძლია. როგორ შეიძლება ეს ბალანსი შეინარჩუნოს ოჯახმა მაგალითად და მე უკვე მთლიანად საზოგადოება? ალბათ ეს უკვე ჩემი აბსოლუტურად სუბიექტური აზრია, იმისთვის რომ ბალანსი შენარჩუნდეს, უნდა მოხდეს ძალიან კარგად გადასფასება, რამ დაარღვია ბალანსი და ხშირად ესეთ შემთხვევაში ბალანსს არღვევს ემოციური ფონი. ანუ ის, რასაც ვგრძნობ, ეს უფრო ძლიერია იმაზე, რასაც ვფიქრობ. იმისთვის, რომ ეს არ იყოს, მაშინ პრაქტიკულად სრულიად ჯანმრთელი არ მგონია ვინმეს პრაქტიკულად ჯანმრთელი არის ეს ადამიანი, ვინც თავისი მენტალური მდგომარეობა ხელს არ უშლის ყოველდღიურობაში და რაღაცა კრიტიკულ სიტუაციაში პრაქტიკულად ჯანმრთელი რომ ესეთი ხელოვნური ინტელექტივით რეაგირებას გააკეთებს, წარმოუდგენელია. ანუ ემოციური ფონი, იმიტომ რომ ნახეთ, როდის არის ოჯახის წევრები ვერ თახდებიან ერთმანეთში. ვერ თახდებიან, იმიტომ რომ ყველას გონია, რომ თვითონ მართალია. რომელიმეს რო ეგონოს, რომ არ არის მართალი, მაშინ დათანხმდებოდა, მაგრამ ყველა იცავს თავის სიმართლეს, მოდით ესე ვთქვათ. თუმცა ემოციური ფონი იმდენად დიდია, რომ სიმართლის დაცვას ცილდება და რატომ ვერ პატიობენ და რატო იძაბება, იმიტომ რომ შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს. ანუ ეს ცილდება იმ სადებატო ჭეშმარიტებას და უკვე შეურაცხყოფაა ისეთი, რომელიც გადასაყლაპავად ძალიან ძნელია. მამა, რომელიც ოჯახის თავია, ამბობს, რომ მე როგორ გამიბედეს ეს. ანუ მე ჩემთვის არ უნდა გაებედათ. შვილი, რომელიც, რა ვიცი, მე ახლა გამოსული თინეიჯერი ან გამოდის თინეიჯერობიდან, რატო ამცევს პატევს? და აქ რეალურად სხვა რაღაცაზე ხდება დივერსია ემოციური და ეს არის დაუსრულებელი კინკლაობა იქამდე სანამ, რა თქმა უნდა, ვინც უფრო ჭკვიანია, ვისაც უფრო პრეტენზია აქვს, რომ ჭკვიანია, ის არ გადადებს უკან თავის ემოციას და არ დაიწყებს ცნობიერთან გარკვევას, რა ხდება, რა ვაწყენინე და ბოდიშეს მოხდაც არ არის, რა ვიცი, საშინელება. როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანები აღმოჩნდებიან სტრესულ გარემოში, მათ მკურნალობის სქემის ცვლილება ჭირდებათ? მათ მეთვალყურების გაძლიერება ჭირდებათ პროფესიონალების მხრიდან? აუცილებლად ჭირდებათ. თუ რისკი არის გამწვავების, აუცილებლად ჭირდებათ. თუმცა ეს არის დაკარგული თუ წაგებული ომი, იმიტომ რომ თუ მწვავე მდგომარეობა და როგორც ამბობენ ქვემეხები ქუხს პატრონის იდეები დუმს. ანუ ის რომ მას ჭირდება, ეს ჩვენ ვიცით რომ ჭირდება, მაგრამ ვინ გაუკეთებს ორგანიზებას, ვინ მოიყვანს, აქედან გამომდინარე უკუსვლის რისკი ძალიან დიდია. თუმცა ხო გეუბნებით ადამიანები, რომლებიც ესეთი ნევროზულები, შფოთიანები არიან, მათი უკუსვლის რისკიც დიდია და მეცაც გეტყვით, კიდე არის ერთი კატეგორია, რომელიც ფორს-მაჟორ სიტუაციაში კარგად არის, მაგრამ უკვე რომ დაწყნარდება ყველაფერი, შემდეგ უკვე ძალიან ცუდად არის და ამას პოსტტრავმას ეძახიან ომიანობის პერიოდში და ისედაც არ არსებობს ადამიანი, რომ ერთხელ მაინც მეგობრის ან ახლობლის ისტორია არ მოესმინოს, რომელიც ამბობდა, რომ აი დედაჩემს სიმსივნე ქონდა, აი იქ რაღაცა მეუღლეს დავშორდი, ეს ბავშვი ისე გადამქონდა, რომ მე თვითონ გაკვირვებული ვიყავი. კლდესავით ვიყავი, ზოგიერთი ამბობს. ეხლა არანაირი პრობლემა არ მაქვს, ყველაფერი მოვაგვარე და ეხლა ცუდად ვარ. იმიტომ რომ აი ზუსტად ეს რაც წეღავ თქვი, რომ რაღაც მომენტში ფსიქიკას აქვს უნარი, რომ შეიკრას
თვითგადარჩენისთვის, მაგრამ როდესაც ეს თვითგადარჩენის გარემო აღარ არის, აი მაშინ მოძუნდება და მაშინ მისცემს თავის თავს უფლებას, რომ იყოს ცუდად. ნინო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დღეს ჩვენ შევეხეთ ძალიან ტკივნეულ თემას. ძალიან ხშირად, როდესაც რაღაც პროცესები ვითარდება და ჩვენ ყურადღება გადაგვაქვს ამაზე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გვრჩება ხოლმე ყურადღების მიღმა. და სამწუხაროდ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები, მენტალური სირთულეების მქონე ადამიანები, რატომღაც არის ზუსტად ის თემა, რომელიც შეიძლება ამ დროს დაავიწყდეს საზოგადოება. მაგალითად, პანდემიამ ეს ძალიან კარგად გვაჩვენა. სამწუხაროდ ეს გვაჩვენა და ამიტომ ჩვენ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს იმ ადამიანების პრობლემები, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან და რომელთა ჯანმრთელობის სირთულეები ხილული არ არის. მათ არც ხელი, არც ფეხი, არც კუჭი არ დგივათ, მაგრამ სამაგიეროდ ჭირდებათ ჩვენგან ძალიან დიდი მხარდაჭერა. და თქვენი სტუმრობა იყო ამის საუკეთესო მაგალითი. რაღაცის თქმა გნებავდათ? უბრალოდ ერთი მინდოდა მეთქვა, რომ იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ ადამიანები, არ არის ეს ჩვენი ცნობიერი მაინც და ეს არის ჩვენი ემპათიის უნარი და იმისთვის, რომ შევქმნათ საზოგადოება, ეს არის უკვე სოლიდარობა მათ მიმართ, ვისაც უჭერს. ძალიან დიდი მადლობა და მაყურებელს შევახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ფსიქიატრი, მედიცინის დოქტორი ქალბატონი ნინო მენახარიშვილი. ჩვენ კვებითი შუქნიშანი გველოდება გადაცემის დასრულებამდე. კვებითი შუქნიშანი ტრადიციულად გულისხმობს სურათხატს, როდესაც ფერებთან არის ასოცირებული ჩვენი რეკომენდაციები და ეს გვაძლევს საშუალებას ძალიან კარგად გადავანაწილოთ მიღებული ინფორმაცია ჩვენი მეხსიერების უჯრედში. რატომ? იმისათვის საჭირო დროს ეს ინფორმაცია გამოვიყენოთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების სასიკეთოდ, საბოლოო ჯამში ეს არის სიკეთე მთელი საზოგადოებისათვის. ჩვენ ბევრს საუბრობთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია მაგალითად ვიცოდეთ ბალანსირებული კვების პრინციპები. მე გაგახსენებთ ჩვენ წლების მანძილზე ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ ჩვენ ჯანმრთელობისთვის გვჭირდება სულ ცოტა 5 ჯგუფის, სულ ცოტა 5 ფერის პროდუქტი. უფრო მეტიც მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ კიდევ უფრო უკეთესი არჩევანი იქნება ცისარტყელა-თეფშზე. როგორ ნაწილდება დღიური რაციონი ასეთ შემთხვევაში ბოსტნეულის და ხილის სასარგებლოდ თანაფარდობით მარცვლეულთან, ბურღულეულთან და ცილოვან კომპონენტთან ერთად ამაზე ბევრს საუბრობთ. უფრო მეტიც ჩვენ საუბრობთ მაგალითად წყლის აუცილებელ შეფასებაზე მიღებული და გამოყოფილი სითხის ბალანსით. ჩვენ საუბრობთ ჩვენი ორგანიზმის ამინდის გამოსწორებაზე, კეთილგანწყობის მოპოვებაზე, იმ უხილავი სამყაროს კეთილგანწყობის და მეგობრობის დასამსახურებლად, რომელიც ჩვენი ორგანიზმის შიგნით არის, სხვათა შორის ჩვენი სხეულის ზედაპირზეც არის და მიკრობიომისა და მიკრობიოტას წონასწორობა არის განსაზღვრელი ჩვენი ჯანმრთელობის. თქვენ წარმოიდგინეთ გუნებგანწყობის და ჩვენი ქცევისაც კი. ჩვენ საუბრობთ მცენარეულ ბოჭკოზე, როგორც ჩვენი ორგანიზმისათვის აუცილებელ კომპონენტზე, რომელიც ბევრი სხვადასხვა მახასიათებლით შეგვავსებს, მაგრამ არის ბუნებრივი ცოცხი და ჩვენი ორგანიზმის დამცავი სხვადასხვა პრობლემისაგან, მათ შორის ონკოლოგიისაგან, გულის დარდთა დაავადებებისაგან და ასე შემდეგ. ჩვენ საუბრობთ ხოლმე ანთების ხელშემწყობ პროდუქტებზე, რომელიც მაგალითად ორგანიზმის ანტიდამჟანგავ თვისებებს აქვეითებს და ასე შემდეგ. მაგრამ დღევანდელი ჩვენი რეკომენდაცია იგივე პროდუქტებით იქნება დაკავშირებული მენტალურ ჯანმრთელობასთან. მაგალითად, ჩვენ არც კი ვფიქრობთ იმაზე, როგორ გაამჟღავნებს ადამიანის კვების მოდელი მის ფსიქიკურ პრობლემებს და ასეც არის დადგენილია, რომ კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც ადამიანი ემოციურად არ არის წონასწორობაში, მას შეიძლება ჩამოუყალიბდეს ეგრეთ წოდებული ემოციური კვების მოდელი. ეს რას ნიშნავს? როდესაც ადამიანი საკუთარ ემოციას კვებით პასუხობს, როდესაც ადამიანი საკუთარ ემოციებთან გამკლავებას კვებით ცდილობს, როდესაც ადამიანი კვებას იყენებს როგორც რელაქსანტს, მომადუნებელ საშუალებას, როდესაც ადამიანი კვების მეშვეობით ჭამს საკუთარ ემოციებს, ანუ პრაქტიკულად ჩვენ ჭამთ საკუთარ დარდს და ასეთ შემთხვევაში ალკოჰოლი
როდესაც ადამიანები თითქოს გაურბიან რეალობას და დარდის და შფოთვის დასაძლევად იყენებენ ალკოჰოლს, ჩვენ უკვე ვიცით მეცნიერებამ დაადასტურა, მედიცინამ დაადასტურა, რომ ეს კიდევ უფრო აღრმავებს პრობლემებს. ისევე როგორც უკიდურესად ტკბილი, ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლებით დატვირთვა, კოფეინ შემცველი პროდუქტებით დატვირთვა, ცხიმიანი და მსუყე საკვების გამოყენება, მლაშე და სხვადასხვა სუნელ საკაზმით დატვირთული საკვების გამოყენება იმისათვის, რომ ჩვენს შეგრძნებებს სიმძაფრე შევმატოთ. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს პირველი სიმპტომი იმისათვის, რომ ასეთი პრობლემა გვაქვს. მაგრამ სულ მოკლე ნაბიჯი არის ემოციური კვებიდან კვების უფრო სერიოზულ დარღვევამდე. მაგალითად, ხარბი კვების მოდელამდე, როდესაც ადამიანი საკუთარი მდგომარეობის, ფსიქიკური პრობლემების გამჟღავნებას იწყებს სწორედ ასეთი ხარბი კვებით, ის ხშირად ერიდება კიდეც ოჯახის წევრებს, გარშემომყოფებს და გარკვეულ მომენტში სინანულიც კი აქვს. ამავე კატეგორიაში უნდა წარმოვიდგინოთ, ხარბი კვება არის 3-დან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კვებითი დარღვევა ნერვულ ანორექსიასა და ბულიმიასთან ერთად. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი საყურადღებოა და როდესაც ქალბატონი ნინო მხარდაჭერაზე საუბრობდა, ოჯახის წევრების მხრიდან ყურადღებაზე საუბრობდა, არ დაგავიწყდეთ, რომ ასეთ დროს წონა არ არის ესთეტიკის საკითხი, რომ წონა შეიძლება იყოს პირველი საგანგაშო ნიშანი იმისა, რომ ადამიანმა არა უბრალოდ კვების მოდელი შეცვალა, არამედ კვების მოდელმა გაამჟღავნა ის ფსიქიკური პრობლემები, რომელიც ადამიანს აქვს. ეს შეიძლება აისახოს შეცვლილ კვების რეჟიმში, როდის მიირთმევს ადამიანი. შეიცვალოს მაგალითად ულუფა, რამდენს მიირთმევს ადამიანი. უკიდურესი კლება, ან უკიდურესი გაფართოება ულუფისას ყოველთვის საყურადღებოა და აღარაფერს ვამბობ რაციონის ცვლილებაზე. ასეთ შემთხვევაში კვებითი ქცევის დარღვევა შეიძლება იყოს კიდევ უფრო მეტად შენიღბული. მაგალითად, ნერვული ანორექსიის შემთხვევაში ახალგაზრდა გოგონები ძალიან ადვილად ახერხებენ ოჯახის წევრებით манипуლირებას. როგორ? ისინი ირჩევენ კვების მოდელად ვეგეტარიანელობას და ვეგეტარიანელობას იყენებენ როგორც ნიღაბს იმისათვის, რომ ანორექსია შენიღბონ. და ასეთ შემთხვევაში ოჯახის წევრების ყურადღება სწორედ მათი სასიცოცხლო ინტერესია. ანუ დიახ, ამ მოზარდების, ახალგაზრდების ჯანმრთელობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების ყურადღება, იმიტომ რომ სწორედ ვეგეტარიანელობის საბაბით, თავად ვეგეტარიანელობა არაერთხელ მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ არის კვებითი ქცევის დარღვევა, მაგრამ სწორედ ვეგეტარიანელობის საბაბით მათ შეიძლება ისე შეზღუდონ კვების რაციონი, რომ ძალიან დიდხანს მშობელი ვერ მიხვდეს, რომ ეს არის ნერვული უმადობა, ანუ ნერვული ანორექსია, რომელიც თავისი შედეგებით შეიძლება იყოს ძალიან სახიფათო, აღარაფერს ვამბობ, რომ შეიძლება იყოს აბედისწეროც კი. ამიტომ, როდესაც იცვლება ატმოსფერო საზოგადოებაში, როდესაც იცვლება ფსიქოემოციური ამინდი ოჯახში, არ დაგვავიწყდეს ახალგაზრდები და მოზარდები, არ დაგვავიწყდეს ხანდაზმულები, რადგან ანორექსია ასაკთან ასოცირებული. მათთვის შეიძლება იყოს ერთ-ერთი ტვირთი და ემოციაზე პასუხად, როდესაც ადამიანები კვებას ცვლიან, ხარბი კვების სასარგებლოდ იქნება თუ ეს კვების შეზღუდვის სასარგებლოდ, ნებისმიერი გადახრა შეიძლება იყოს პირველი საგანგაშო ნიშანი და ასეთ შემთხვევაში სიფხიზლე გმართებს პირველ რიგში ოჯახის შიგნით. ეს იყო დღევანდელი ჩვენი სათქმელი, მე ხვალამდე გემშვიდობებით და ჯანმრთელობას, დღეგრძელობას გისურვებთ.